ჩვენი ეკლესია შობის დღესასწაულს აღნიშნავს 25 დეკემბერს, შესაბამისად ღვთისმსახურება იწყება ხოლმე 24 დეკემბრის ღამის 12-ს რომ 15 უკლია, რომ შესავლის ლოცვის შემდეგ უკვე 12 რომ დადგება, ვლოცავთ ერთმანეთს შობის შემოგრძანებას. წლევანდელი წელი არის ძალიან რთული წელი, თუმცა ეხლა ვიხსენებდი ნეტა ბოლოს როდისა ვთქვით მეთქი, რომ როგორ განწყობა გვაქვს სადღესასწაულო, ბოლო წლები თითქმის ყველა წელს რაღაც ხდება, განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, სულ ომის ჭრდილქვეშ სინდისის ქენჯნით აღნიშნავთ ხოლმე ყველა დღესასწაულს, მაგრამ წლევანდელი წელი განსაკუთრებით ემოციურად რთული იყო. მე ვთქვით, რომ შობის დღესასწაული ზუსტად ამას ნიშნავს, როცა ბნელა, როდესაც არსაიდან იმედი არ აჩანს, რომ გრჯერა, რომ უკუნე დღამეში შობის ვარსკვლავი გამოანათებს. და ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი ემოციური, ფიზიკური გადაღლილობის მიუხედავად, დღევანდელ დღეს შობას ვიდღესასწაულებთ იმ იმედით, რომ ჩვენს ქვეყანაშიც გამოგწყდება შობის ვარსკვლავი, იმედის ვარსკვლავი, სამართლიანობის, მშვიდობის, სიხარულის აღდგენის ვარსკვლავი. შობის დღესასწაული არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული ქრისტიანებისათვის. საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი აღნიშნავს 25 დეკემბერს დღეს და ეს არის განკაცების საიდუმლოსთან დაკავშირებული, რომელიც მოხდა ოკუპირებულ ქვეყანაში და ეს არის ის ამბავი, რომელიც ხორციელდება ისეთ საზოგადოებაში, რომელშიც უსამართლობა უცხო არ არის და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, საქართველოში არსებული ეს თემი, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, კერძოდ აქ მშვიდობის კათედრალში აღნიშნავს აი ამ საქართველოში არსებული ამ ისტორიული დაძაბულობის ფონზე დღევანდელი მსახურება მიეძღვნება ამ დღევანდელ ჩვენს მდგომარეობას ქვეყანაში, იმ დაძაბულობას და ამ დაძაბულობის გადალახვის იმედსა და სურვილს, რასაც რა თქმა უნდა თავისი ლიტურგიკული ფორმა ექნება და გამოხატულება. ძალიან ბევრი ადამიანი იკრიბება დღეს, მოდიან არა მხოლოდ ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მრევლი, არამედ მართლმადიდებლებიც, კათოლიკეებიც, ლუთერელებიც, ისინი ვინც დღეს აღნიშნავენ და ისინი ვინც დღეს არ აღნიშნავენ, რადგან გვაერთიანებს ბევრად უფრო დიდი რამ, ამ შემთხვევაში იესო ქრისტე, მაგრამ გარდა ამისა, აი ის დაძაბულობა, რომელიც ქვეყანაში არის და რა თქმა უნდა, ძალიან რთული წარმოსადგენია, რომ ვინმეს არ ეხებოდეს. შობა არის დღესასწაული, რომელიც პირველ რიგში არის იმედის დღესასწაული. და მე მგონი საქართველოს დღეს ისე არაფერი გჭირდება როგორც იმედი, რომ ამ ურთულეს ვითარებაში, რომელშიც ჩვენ აღმოჩნდით, ვიპოვით იმედს და ვიპოვით გამოსავალს, მშვიდობიან, სამართლიან გამოსავალს ჩვენი ქვეყნისათვის. მე მჯერა ჩვენი ხალხისა, მე მჯერა ჩვენი ახალგაზრდობისა, რომელთაც აჩვენეს დაუჯერებელი სიმამაცე, დაუჯერებელი გაბედულება, მხნეობა და ასევე გამძლეობა. ასე რომ მე ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი და შობას ასევე სჭირდება იმედი, რომელსაც გვაძლევს იესოს ნაზარეველის შობა და ამ წუთის სოფლად სინათის მოვლინება. რელიგიები მათი სასულიერო პირები უნდა იყვნენ იქ, სადაც ხარხია. ეს არის მათი პირველადი მოვალეობა. ასევე მათი მოვალეობა არის ხალხი გაამხნევონ, შთააგონონ ამ გზაზე, რომელსაც სამართლიანობის გზა ქვია. მე მგონია, რომ სასულიერო პირები საქართველოში ადრე და მალე ყველა მიხვდება ამას, რომ საჭიროა ხალხთან დგომა, სოლიდარობის გამოხატვა ყველა იმ ადამიანთან, ვინც ამ დღეების განმავლობაში იცემა, დაისაჯა, ნაწამები იქნა, რაც სულებით მიუღებელია, თუ რელიგიურ პერსპექტივიდან, თუ უბრალოდ ადამიანური პერსპექტივიდან. მე ვუსურვებდი, რომ 2025 წელი, რომლის დადგომისათვისაც ვემზადები, იყოს მშვიდობის, სამართლიანობის, თავისუფლების წელი საქართველოსთვის და მთელი სამყაროსთვის.